Здравствуйте, мои хорошие! Недавно меня кто-то просил создать видео для аудирования на основании новостей. Но знаете, когда я изучала итальянский язык, это было мне очень сложно. Я попробовала как-то, и это был настоящий вызов. Так вот, если вы готовы бросить себе вызов, давайте приступим. Но предупреждаю, если вам это будет сложно, не вешайте нос. Все в порядке, так и должно быть. Просто слушайте много раз, и многое осядет в голове автоматически. Но, конечно, придется сделать это гораздо больше, чем если слушать просто сериалы. Успехов вам, и давайте начнем. საქართველოში კლაუდი თოვლობაა, თუმცა თბილისში ნალექის ინტენსივობა მიკლო. ცენტრალური გზების გარდა თითქმის გაწმენდილია ჩიხები და შიდა გზები, მათ შორის გარე უბნებში. სპეცტექნიკის და ტექნიკური მარილის გარდა თოვლის დნობას დღეს ხელი შეუწყო ტემპერატურამაც, მაგრამ მომდევნო დღეებში დედაქალაქშიც და რეგიონებშიც ყინვაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი მაღალმთაში ტემპერატურა შესაძლოა -15 გრადუსამდეც დაეცეს და ეს არ არის მხოლოდ ყაზბეგიან გუდაური. საქართველოში კვლავ დიდ თოვლობაა. Тумца, Тбилисში ნალექის интенсивобам икло. В Грузии снова большой снег. Диди большой, товли снег. Снегопад. Хотя в Тбилиси интенсивность осадков спала. Центрალური გზების გარდა თითქმის გაწმენდილია ჩიხები და შიდა гзები. მათ შორის гare უბნები. Кроме центральных дорог, почти все почищено. Тупики и внутренние дороги, в том числе и окраины. Спецтехникისა და ტექნიკური მარილის გარდა თოვლის დნობას დღეს ხელი შეუწყო ტემპერატურამაც. მაგრამ მომდევნო დღეებში დედაქალაქშიც და რეგიონებშიც ყინვაა მოსალოდნელი. Зоган ძლиერი. Кроме спецтехники и технической соли, таянию снега сегодня помогла и температура. Но в следующие дни в столице, а также в регионах ожидается мороз. И в некоторых местах сильный. მაღალმთაში ტემპერატურა შესაძლოა -15 გრადუსამდეც დაეცეს და ეს არ არის მხოლოდ ყაზბეგი ან гудаური. Мაღალმთაში, значит, в высокогорье температура, возможно, опустится до -15 градусов. И это не только в Казбеге или Гудаури. დიდ თოვლობის შემდეგ ყინვა თითქმის ყველგან არის მოსალოდნელი. თბილისში მომდევნო დღეებში ღამით შესაძლოა -7 გრადუსიც კი იყოს. ნალექის შემცირებას, ყინვის გარდა ქარის გაძლიერებაც მოყვება. მაღალმთაში ელოდებიან ქარბუქს, ზღვაში კი ნავარაუდებია შტორმი. რაც შეეხება საავტომობილო გზებს, დღეს შეზღუდვები მოიხსნა გომბორი, თელავისა და კობი-გუდაურის მონაკვეთებზე, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო გუდაური ფოსტაკობის მონაკვეთზე კვლავ აიგრძალა მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. Დიდ თოვლობის შემდეგ ყინვა თითქმის ყველგან არის მოსალოდნელი. После снегопада ожидается почти везде мороз. Тбилисში მომდევნო დღეებში ღამით შესაძლოა -7 градусიც კი იყოს. В Тбилиси в следующие дни ночью возможно опустится температура до -7. ნალექის შემცირებას, ყინვის გარდა ქარის გაძლიერებაც მოყვება. Кроме ожидаемого уменьшения осадков, морозов также последует усиление ветра. მაღალმთაში ელოდებიან ქარბუქს, ზღვაში კი ნავარაუდევია шторми. В высокогорье ожидают метель, в море предполагают шторм. რაც შეეხება საავტომობილო გზებს, დღეს შეზღუდვები მოიხსნა გომბორი, თელავისა და კობი-გუდაურის მონაკვეთებზე. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო გუდაური კობის მონაკვეთზე კვლავ აიგრძალა მოძრაობა ყველა სახის автотранспортისთვის. Что касается автомобильных дорог,
Сегодня ограничения были сняты с Гомбори-Телавского и Коби-Гудаурского промежутка. Хотя недавно стало известно, что из-за метели и плохой видимости отрезок Гудаури-Коби снова было остановлено движение всех видов транспорта. თითოეულობა, დაბალი ტემპერატურა და გართულებული ხილვადობა. ეს გარემო პირობები უხმანალექმა დედაქალაქში და ქვეყნის უმეტეს რეგიონში შექმნა. გადაუდებელი თოვა თბილისში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა და თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრსაც კი გადააჭარბა. დიდ თოვლობა, დაბალი ტემპერატურა და გართულებული ხილვადობა ეს გარემო პირობები უხმანალექმა დედაქალაქში და ქვეყნის უმეტეს რეგიონში შექმნა. Снегопад, низкие температуры и осложненная видимость. Эти внешние условия были созданы из-за условий непрерывных осадков в столице и в большей части регионов страны. გადაუდებელი თოვა თბილისში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა და თოვლის საფარმა 40 сантиметрсац ки гадаачарба. Непрекращаемый снег в Тбилиси в течение 3 дней, и снежный покров превысил даже 40 сантиметров. მუნიციპალური სამსახურები 72 საათზე მეტია საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. თბილისის 10-ვე რაიონში ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია. პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკა და თბილ სერვისის 400-ზე მეტი თანამშრომელი. მუნიციპალური სამსახურები 72 საათზე მეტია сагангебо режимში мушаобен. Муниципальные службы больше 72 часов работают в экстренном режиме. Тбилисის 10-ვე რაიონში ყველა центрალური გზა გაწმენდილია. В Тбилиси во всех 10 районах центральные дороги очищены. პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკა და თბილ სერვისის 400-ზე მეტი танамшромели. В процесс включены больше 100 единиц техники, тяжелой техники и больше 400 сотрудников тбилсервиса. პირველი პრიორიტეტი ქონდა რომ ცენტრალური გამზირები ქუჩებზე შეფერხებები მოგვეხსნა, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტ შეუფერხებლად შეძლებოდა გადაადგილება და მაქსიმალურად ყველა იმ ადგილზე სადაც პრობლემა იქნება, ყველგან მივალთ. ეს სამუშაო რეჟიმი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა უბანში, ყველა ლოკაციაზე პრობლემა მოხსნილი არ იქნება. პირველი პრიორიტეტი ქონდა, რომ ცენტრალურ გამზირებზე, кучебзе შეფერხებები მოგვეხსნა. Нашим первым приоритетом было, чтобы на центральных дорогах убрали все коллапсы. ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუფერხებლად შეძლებოდა გადაადგილება, а также городской транспорт, чтобы свободно передвигался. და მაქსიმალურად ყველა იმ ადგილზე, სადაც პრობლემა იქნება, ყველგან მივალთ. И максимально во все те места, где будет проблема, мы приедем. ეს სამუშაო რეჟიმი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა უბანში, ყველა ლოკაციაზე პრობლემა მოხსნილი არ იქნება. Этот рабочий режим продолжится до тех пор, пока во всех районах, на всех локациях проблема не закончится, не снимется. ცენტრალური გამზირების შემდეგ სპეციალური ტექნიკა მეორე ხარისხოვან გზებზე შევიდა. დედაქალაქის შემოგარენში მდებარე ჩიხებისა და შიდა საუბნო გზების გაწმენდა ახლაც მიმდინარეობს. ბოლო 3 დღის განმავლობაში დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე 5000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიღარა. ცენტრალური გამზირების შემდეგ специалури техника მეორე ხარისხოვან გზებზე შევიდა. После центральных дорог специальная техника зашла и на второстепенные улицы, на второстепенные дороги, точнее. დედაქალაქის შემოგარენი მდებარე ჩიხებისა და შიდა საუბნო гзების გაწმენდა ახლაც მიმდინარეობს. Тупики и районы, которые находятся у въезда в город, очищение этих дорог продолжается и сейчас. Ბოლო 3 დღის განმავლობაში
დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე 5,000 тоннаზე მეტი техникури марили დაიყარა. В течение последних 3 дней в столице и прилегающих территориях больше 5 тонн технической соли было насыпано. საავტომობილო გზების გარდა იწმინდება საფეხმავლო ბილიკები და ტროტუარები. თბილსერვისის თანამშრომლებმა დღეს სრულად გაწმინდეს ჭავჭავაძის, ჩოლოყაშვილის და მელიქიშვილის გამზირებზე მდებარე მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელები. საავტომობილო гზების გარდა იწმინდება საფეხმავლო биликები და ტროტუარები. Кроме автомобильных дорог очищаются пешеходные дорожки и тротуары. თბილსერვისის თანამშრომლებმა დღეს სრულად გაწმინდეს ჭავჭავაძის, ჩოლოყაშვილისა და მელიქიშვილის გამზირებზე მდებარე муниципальной транспортის მოსაცდელები. Сотрудники Тбилсервиса сегодня полностью очистили Чавчавадзе, Чолоашвили и Меликишвили проспекты, все прилегающие транспортные остановки. 24-საათიან რეჟიმში საგანგებოდ ყველა ცენტრალური ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელის და გაჩერების დამუშავება მიმდინარეობდა ტექნიკური მარილით. ყველა სპეციალიზებული ტექნიკა და ცოცხალი ძალა აგრძელებს იგივე რეჟიმში მუშაობას, როგორც დღეს დილის 7 საათიდან განვაახლეთ მუშაობა, ისე გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც, მანამ სანამ სრულიად არ იქნება ნალექით გამოწვეული ზიანის აღმოჩენა. 24 საათიან რეჟიმში საგანგებოდ ყველა ცენტრალური ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელის და გაჩერების დამუშავება მიმდინარეობდა ტექნიკური მარილით. В 24-часовом режиме, в экстренном режиме все центральные улицы, подземки, переходы и остановки были обработаны технической солью. ყველა სპეციალიზირებული ტექნიკა და ცოცხალი ძალა აგრძელებს იგივე რეჟიმში მუშაობას. Вся специальная техника и живая сила продолжает работу в том же режиме. Როგორც დღეს დილის 7 საათიდან განვაახლეთ მუშაობა, ისე гагრძელდება მომდევნო დღეებშიც, მანამ სანამ სრულიად არ იქნება ნალექით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა. Начиная с 7 утра сегодня возобновили работу и так продолжится в ближайшие дни до тех пор, пока полностью не восстановится урон, принесенный осадками. Вот такое непростое видео у нас получилось. Пишите в комментариях, у кого получилось разобраться, кому было очень сложно, кто сдался и не стал слушать. И мне очень интересно, сколько люди смогли это понять, ну или хотя бы прослушать. Желаю вам успехов в учебе и до новых встреч. Пишите ваши комментарии, мне очень помогают. Подписывайтесь на канал, ставьте лайк и присоединяйтесь в телеграм-канале. До новых встреч, мои хорошие, и успехов вам!